დღეს არის ბუნების ფილტვები და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური. საქართველოს ტყეები ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარს მოიცავს და არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვის, გარემოსა და ცხოვრების ხარისხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს წარმოადგენს. გადაცემაში ვისაუბრებთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ტყეები, როგორია მათი დაცვა და აღდგენის პროცესი, რა საფრთხეები ემუქრება მათ და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს ფასდაუდებელი ბუნებრივი სიმდიდრე მომავალ თაობებსაც შევუნარჩუნოთ. ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე შემოგვიერთდა იმედის დილაში დილამშვიდობის. მადლობ რომ გვეწვიეთ დღევანდელ დღეს და პირველ რიგში აი ჩემს წარდგენაში არსებული შეკითხვა მინდა დავსვა, რა მდგომარეობაშია ახლა საქართველოში ტყეები, მოკლე შეფასება რო გავუკეთოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა თქვენი მუდმივი ინტერესისთვის ტყის და ამ საკითხების მიმართ და დღეს ტყის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღის დაარსების მთავარ მიზანიც ეს იყო, რომ მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა რა მნიშვნელობა აქვს, როგორც თქვენ ახსენეთ, ტყეებს და მათ შორის მდგომარეობაც კი როგორია, მათ შორის ჩვენი ტყეების, ხო? უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ისა, რომ ქვეყნის ნახევარზე მეტია ტყით დაფარული, უნიკალური ბიომრავალფეროვნება და ტყეები გვაქვს უკვე ახსენეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტყეები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია დღეს და ეს არ გახლავთ უკანასკნელი 1, 2 ან 5 წლის მიზეზი, ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცით ქვეყანამ რა სახის კრიზისები გადაიტანა, იყო ეს ენერგეტიკული კრიზისი, იყო ეს ეკონომიკური კრიზისი და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა გავლენა იქონია და აისახა ჩვენი ტყეების მდგომარეობაზე. თუმცა ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ წლიდან წლამდე, თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება ძალიან ბევრ თაობას შეუქმნის უსაფრთხო გარემოს. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი საქართველოს ტყეებს კონკრეტულად რა საფრთხე ემუქრება ეს კლიმატური ცვლილებები, ისევე როგორც გლობალურად ვთქვათ, ეს არის რაღაცა უკანონო ტყის ჭრა თუ რამე სხვა პრობლემა. ყველაზე მწვავედ რა დგას. დავიწყებ კლიმატის ცვლილებით, ბევრს გონია, რომ ეს გახლავთ გლობალური პრობლემა, თუმცა ადგილზე ესე ვიწრო რეგიონის თუ მუნიციპალიტეტის ჭრილშიც კი შეიძლება დავინახოთ ეს უარყოფითი გავლენა ტყეზე. სხვათა შორის ტყეებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ორმაგი კავშირი აქვთ. ერთი, რომ თავად კლიმატის ცვლილება მოქმედებს უარყოფითად ტყეზე, რაც შეიძლება იყოს გამოხატული ტყის ხანძრების მომატებაში პირველ რიგში, იყოს გამოხატული მავნებელ დაავადებების გაჩენაში და შემდეგ უკვე დაზიანებაში, სახეობათა ცვლილებები და ასე შემდეგ. და თავად ტყესაც შეუძლია იმოქმედოს კლიმატის ცვლილებაზე და შეარბილოს ეს უარყოფითი გავლენა, რაც ზოგადად შეიძლება გქონდეს. ამიტომ არის უნიკალური ეს ეკოსისტემა და რაც შეეხება თავად საქართველოში ამ საფრთხეებს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. საბედნიეროდ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრების შემთხვევათა რაოდენობა ტრენდში ოდნავ მომატებულია, ამ ეტაპზე ისეთი რისკების წინაშე, როგორც სხვა ქვეყნებით განან, ცხელი ქვეყნები განსაკუთრებით, არ გვაქვს, თუმცა ეს დამშვიდობის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება ეს არის მიმდინარე პროცესი, ხო? და აუცილებლად დღეს თუ ხვალ, თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიყავით, ეს პრობლემა ჩვენც დაგვიდგება. ქაუტონათია, რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვახსოვს, აი ხანძარი ახსენეთ თქვენ და ბორჯომის ტყეში დატრიალებული ამბავი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვებრძოდით. როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, ასე ვთქვათ, ტყის და რა კეთდება საამისოდ? მე მახსოვს, რომ მაშინ ძალიან ბევრი ენერგია დაირგო, მე უკვე მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული. სამცხე-ჯავახეთი ზოგადად არის ჩვენთვის ძალიან ესეთი ცხელი წერტილი, მათ შორის ხანძრებთან დაკავშირებით საკმაოდ მოწყვლადია. ჩვენ გვახსოვს ყველას პირველი ხანძრები, რაც ბორჯომის ხეობაში და ეს არის სხვათა შორის რჩება ყველაზე მასშტაბურ ხანძრად საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორიაში, უგულისხმობ სოფელ დაბასთან, სადაც დაახლოებით 1000 ჰექტრამდე 950 ჰექტარზე დავკარგეთ ტყე. სრულად განადგურდა 250 ჰექტარზე. შემდეგ უკვე განმეორებით 2017 წელს მოხდა აქ ხანძარი და ჩვენ აქ უკვე დაწყებული ქონდა ტყის აღდგენის სამუშაოები. თქვენ სწორად აღნიშნეთ ეროვნული სატყეო სააგენტოს ძალისხმევით და ასევე საზოგადოების დიდი მხარდაჭერით აქ დღეისათვის ტყის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. პირველი ეტაპი შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ჩვენ ვაკვირდებით ამ ტერიტორიას იმისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში ხომ არ დასჭირდება კიდევ ერთხელ ჩვენი ჩარევა. იცით რა მაინტერესებს, თქვენ ახსენეთ თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობა, თუნდაც რესურსების არ ქონა 90-იანი წლების პერიოდში და მაინტერესებს დღეს ხის ჭრა, უკანონოდ ხის მოპოვება არის თუ არა კიდევ მთავარი გამოწვევა, ანუ რა სახის პრობლემა არის დღეს საქართველოში?
დიახ, უკანონო ტყის სარგებლობა ჯერ კიდევ რჩება, როგორც გამოწვევა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ფონი ნამდვილად შეცვლილია როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ისე ვიტყოდი, რომ ცნობიერებაც და დამოკიდებულებაც ადამიანებისა ტყეების მიმართ, ამ რესურსის მიმართ და ამაში სხვათა შორის ძალიან დიდი როლი აქვს მედიას და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. ჯერ კიდევ რჩება ნამდვილად გამოწვევა. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული, მიუხედავად ისა, რომ წინა წლებში გამკაცრდა სანქციები, სხვათა შორის საკმაოდ მაღალია როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. ჩვენი მიზანი არ გახლავთ დასჯა, ხო? პრევენციას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ჩვენი თანამშრომლებით და სამინისტრო სისტემას შემავალი ყველა უწყებას ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ნატია, როგორც ვიცი, საქართველოს ჯერ კიდევ შედის ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებში. აი, რას ნიშნავს ეს ტერმინი? ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, Biodiversity Hotspot, ეს გამოყოფს სოფლიო მასშტაბით ისეთ ზოგადად ნიშნავს, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არის ბიომრავალფეროვნების კონცენტრირებულად მაღალი დონე, ენდემიზმის მაღალი დონე, ანუ იმ ადგილისთვის დამახასიათებელი სახეობების მაღალი დონე და ასევე გადაშენების და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მაღალი დონე. ჩვენ ნამდვილად არამხოლოდ ერთ-ერთ ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში შევდივართ საქართველოს და კავკასია. შევდივართ ასევე ეკორეგიონში, WWF-ის მიერ გამორჩეულ ეკორეგიონში და რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად კი ხშირად ხმარობთ ამას, რომ უნიკალური ტყე და ასე შემდეგ და უნიკალური ტყე სწორედ ამას ნიშნავს, რომ გვაქვს არნახული რაოდენობა ბიომრავალფეროვნებისა და სახეობის მრავალფეროვნებისა. და ენდემური სახეობების. რომელი სახეობებია ეს და ზოგადად რას ნიშნავს? რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა იმისთვის, რომ აი მთლიანად ეს ეკოსისტემა შევინარჩუნოთ. ხე თავად როგორც უკვე ვახსენე, ენდემური რას ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადგილისთვის არის დამახასიათებელი და ამიტომ არის ის უნიკალური და მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ეროვნული ტყის აღრიცხვისთვის, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა კიდეც ანგარიში, საქართველოს ტყეში აღირიცხა 190 სახეობა, ხის სახეობა. აქედან თითქმის ნახევარი ზოგადად სახეობებისა გახლავთ ენდემური. მაგალითად მეგრული არყი, კოლხური თხილი, ქართული ნუში, იმერული მუხა, ანუ დასახელებაც მიუთითებს, რომ ამ ადგილისთვის და ამ ტერიტორიებისთვის არის ბიჭვინთვის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი და ასე შემდეგ. ამიტომ ამით ნამდვილად შეგვიძლია ვამაყოთ, რომ ჩვენ სოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს. სანამ დავასრულებ ჩვენს ასე ვთქვათ დიალოგს, მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი წილი პასუხისმგებლობა და როგორ შეუძლიათ, რომ დაიცვან ტყე ესეთი კატასტროფებისგან, როგორიც გვინახავს და როგორ შევუნახოთ მომავალს თამომავლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ტყის საერთაშორისო დღის დაარსების მიზანით სწორედ ეს გახდათ, როგორც უკვე ახსენი, რომ საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება შეეცვალა და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ და იმიტომ რომ შემდეგ ინტერესს მოაქვს ჩემი აზრით და საკუთრების შეგრძნებაც და პასუხისმგებლობის შეგრძნებაც. ხო, და ხშირად გონიათ, რომ ტყის დაცვა ან ტყეზე ზრუნვა არის მეტყევის ან მხოლოდ კონკრეტული ადამიანების საქმე. ეს ნამდვილად ასეა, არსებობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთა პირდაპირ მოვალეობა რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ ეს არის ის საქმე, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრის თუნდაც რუტინაში რაღაცების გათვალისწინების გარეშე ჩვენ წარმატებებს ვერ ვახცერთ. არ უნდა დავყაროთ ნარჩენი, უნდა დავანთოთ ვითუმეტეს ზაფხულის პერიოდი მოდის და არ უნდა დავანთოთ კოცონი იქ სადაც არ შეიძლება და არ უნდა დავტოვოთ. და ასე შემდეგ. და ზოგადად ხო, უნდა ვიზრუნოთ იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მოკლედ იმაზე მე მგონი არ ვდავაბთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძური გვაქვს მართლა ქართული ტყეების სახით და ამ ეკოსისტემას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა და ეს თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობა არის.